ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი და ოპერატორი 17 აპრილს მომხდარი თავდასხმის გამო დაზარალებულად ცნეს. საქმე ეხება სოფელ ათუში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილსა და ოპერატორს სოსო მჭედლიშვილს ერთ-ერთი ადგილობრივი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გადამღები ჯგუფი შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. დაზარალებულების თქმით, ადგილობრივმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. ჟურნალისტმა ინციდენტის ტელეფონით გადაღებას სცადა, რა დროსაც პირმა მისთვის ტელეფონის წართმევას სცადა და ხელი დაარტყა. გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დღეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ტელეკომპანია თრიალეთისა და ქართული მედია ჯგუფის ჟურნალისტსა და მის ოპერატორს, მათზე სოფელ ათუში განხორციელებული თავდასხმის გამო ჩვენ ველოდებით ასევე რომ მოხდება ბრალის წარდგენა კონკრეტული პირის მიმართ. ვფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში გამოძიებამ იმუშავა ეფექტურად და პროკურატურა მათ შესაბამისი საპროცესო მოქმედებები გადადგა და გვაქვს იმედი ასევე იმისა რომ კონკრეტული პირი ასე ვთქვათ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, თავდასხმა, შეურაცხყოფა დასჯადია. ისჯება კანონით. ვისურვებდი რომ ყველა მსგავს ინციდენტზე იყოს შესაბამისი რეაგირება და ვისურვებდი იმასაც რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს ჰქონდეს მუშაობის საშუალება, საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება უსაფრთხო გარემოში.